მარქსიზმ-ლენინიზმის პროფესორების მიერ გამოთვლილი საქართველო მე არ მჭირდება. იქცევიან როგორც ელემენტარული ხულიგანი. უნივერსიტეტის ბოლო წლების ისტორია და დღევანდელი მდგომარეობა. ბრძოლა პოლიტიკური გავლენისთვის თუ უნივერსიტეტის ავტონომიისთვის. შეშინოდნენ სტუდენტები. კაბინეტებში პროფესორის ჩაკეტვას და წყლის და სანკვანძების გადაკეტვას ჩვენ არ ვაპირებთ. რესტავრაცია საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კორუმპირებული უმაღლესი განათლების სისტემის უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები ლახავს თუ არა მთავრობა უნივერსიტეტის ავტონომიას და რამდენად იყო და არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენისგან სახელმწიფო უნივერსიტეტები და აკადემიური საბჭო დღემდე. დამნაშავე არავის არ კითხავს არაფერი ისე დაანგრიეს ის ნარჩენებიც კი რაც არსებობდა დღეს დისკუსია შემოდიან ავტონომიას. მალე სამწუხაროდ დაგვაბრუნებს შევარდნაძის და როიმეტრეველის ეპოქაში. უნდა დანიშნოს თუ არა რექტორის მოვალეობის შემსრულებელი პრემიერ-მინისტრმა დავა საზოგადოებაში და აზრთა სხვადასხვაობა თავად კოალიცია ქართულ ოცნებაში. მე მირჩენია უნივერსიტეტმა არასწორად აირჩიოს რექტორი ვიდრე ვინმე პრეზიდენტმა პრემიერს სულ ერთია ვინ დაუნიშნოს რექტორი. დღეს ფართო საზოგადოებრივი განხილვა და დებატები ღია ეთერში. ერთმანეთის პირისპირ განათლების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი და ნაციონალური მოძრაობის წევრი განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სერგო რატიანი. ჩვენ შეკითხვებს უპასუხებს გადამდგარი რექტორი და რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი. ღია ეთერში გია დვალის პირდაპირი ჩართვა მიუნხენიდან. ასევე ელისო ჩაფიძე ქართული ოცნებიდან, რომელმაც მთავრობის ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. დებატებში მონაწილეობას მიიღებენ მარინა მუსხელიშვილი, ვახტანგ ლეჟავა, ნოდარ გრიგალაშვილი, გოგი გოგოლაშვილი, ჯემალ მებონია, ლევან ღამბაშიძე, დათა ცოფურაშვილი, იაკო კაჭკაჭიშვილი, აკაკი ხელაძე და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი ზურაბ დავითაშვილი. დისკუსიაში ერთვებიან სტუდენტები, ჩვენი სტუდიის აქტიური აუდიტორია. ღია ეთერი 21 საათსა და 50 წუთზე იმედზე.